დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ქალაქ ოზურგეთის ნომერ 2 საჯარო სკოლა. ნოდარ დუმბაძის სახელობისაა სხვათა შორის და ძალიან მიყვარს ჩემ მასწავლებლებიც. ამ შემთხვევაში ქართულის მასწავლებლებს საუბრობ ქალბატონ იზოს სიხარულიძეზე და მის გვერდზე დღეს ვნახე მეტად საინტერესო ღონისძიების შესახებ პატარა ინფორმაცია. რა წარმოვიდგინე ეს პატარა ინფორმაცია რა დიდ შინაარს მოიცავს. და გადავწყვიტე რომ ერთ-ერთი აქტივობა რომელიც აი ამ აღწერაში ჩანდა ლექცია პატარა კოდად. სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჩვენებ რომ ყველაფერი კარგად გავიგე, იმიტომ რომ რამდენიმე დეტალი დაზუსტება აუცილებლად არის საჭირო, მაგრამ აი რა გავიგე, ვცდილო ვეცადე რომ მაქსიმალურად გადამეტანა კოდში. მოკლედ რა ხდება? რა უნდა მოხდეს ტესტ და კანონით? პირველი არის მოცემული ტექსტი, ჩვენ შემთხვევაში ხუთი ტექსტი ჩავწერე, მაგრამ განხილული იყო მესარკე. ეს ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოებია, საბავშვო ნაწარმოებია აღაზი წერეთლის და თქვენ რომ მიაჭიროთ ხელი იქ სადაც მესარკეა, ახლა ნახეთ, დავიწყოთ ნაწყვეტ მესარკე, გალაქტიონ ტაბიძე დაწერილა უკაცრავად, ნამდვილად ის არის, ესე იგი, აი ორიგინალზე გახვიდოდით, აი აქ ნახეთ, წაიკითხავთ ადამიანებმა შეუძლიათ წაიკითხონ თუ რა, ესე იქნება ვეფხისტყაოსანის, ასე იქნება არჩეული ნაწილი იავნანა ბრაბხანა და კიდე როდესაც მეტი. მოკლედ, ჩვენ ავიღეთ ეს წარმოება და აი ეს ზოლი ავიღეთ. მესარკე სარკეოთ ისე წმინდა რომ სამყარო ლამაზად ჩანდა. ახლა მე ვერ გეტყვით რომ რაც გავაკეთე ყველა წინადადება სწორია, იმიტომ ამაზე სიმართლე განფიქრე კოდს მივენდე და აღარ გადაემოწმე, მაგრამ თავარია რომ მუშაობს და თუ ასორად შეიყვან ინფორმაციას მუშაობს. ნახე დააჭირე და დაიწყე შექმნა. აი შალა სიტყვებად. მე წამე სარკეოთ ისე წმინდა რომ სამყარო ლამაზად ჩანდა. ზუსტად ისევია და ამბობენ რომ აქ არის მთლიანად 18 ვარიანტი შექმნას. მაგრამ მე მგონი აქ მატყუებს, ახლა ვნახავ რამდენია. ეს ამური დაწერა უბრალოდ და მე ამას ავხსნი მე და გავასწორი, უბრალოდ უკვე დავთვლი რამდენი ვარიანტია. იგი პატარების გაუკეთებია. კი ბატონო, იყოს 18 ვარიანტი და მოდი ჩვენ ახლა ერთი-ორი ვარიანტი უბრალოდ ნახოთ. ერთი ვარიანტი, იმიტომ რომ ყველა რო გააკეთო, წარმომიდგენია რომ დროშიც კი არ ეყოფა რა ქვია. აი ნახეთ. შეგვიძლია ასე დაპირ. ავგრიფოთ რა, მაგალითად, მოდი შეცდომას გავაკეთებ. ბატონო, პირველი, აი ასე აუცილებლად გააკეთო. მე მესარკე სარკეებს ისე მაგალითად ლამაზად შევეშალოს. ლამაზად წმენდა რომ სამყარო სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ახლა ეს წინადადება რა უნდა. მოდი ნახოთ ახლა. ნახეთ, წერეთ ასე. არა სწორად წინადადება და მოდი ჩადეთ ასე ლამაზად ჩანდა სამყარო ასე დაწერეთ. მაშინ ჩვენ მოდით და ვადოთ ასე. მესარკე, აი ასე აბა თუ გამოვა. თუ არა ხო გითხარით იქ აკრეთ ახლა. ვიდან უფრო მარტივია მესარკე იყოს, მესარკე სადა მესარკე. მესარკე გაიყოს, მესარკე სარკეებს. ისე ნახეთ როგორ მეიცე. წმინდა რომ სამყარო ჩანდა ლამაზად. დიდებულია. რამდენად ლიტერატურულად დაწერილი არის, მაგრამ ას გაგებინებს. მოკლედ ასე შეგიძლიათ აკეთოთ. შემდეგ აქ გეუბნება სტატისტიკად, რამდენი შევიცვალეთ წილება, ასე შემდეგ. შეგვიძლია კიდე ერთხელ გავაკეთო, მაგრამ კიდე გადავალაგო და ასე დიდი ხანი შეგვიძლია ჩვენ ეს ვაკეთოთ. ახლა ამას აქ რა თქმა უნდა, მესარკე გალაქტიონ ტაბიძის რო არ არის გეტყვით, აქ აგეტერელისაა ნამდვილად.
მაგრამ ну რაც არის ამ ეტაპზე არის ეს. მადლობა ყურადღებისთვის. კიდევ ერთი მოგვითხრა ხალხონიზმს და წარმატებებს უსურვებ მას და მის არაჩვეული მოსწავლეებს და სკოლას.